და გამორჩეულად ყოველთვის ესე იგი, ნუ რაღაცა მაკიაჟი, ვარცხნილობა თვალები აქვს ყოველთვის ძალიან გამორჩეულად ლამაზად დახატული და თან ყოველთვის თითქმის ყოველთვის თვითონ იკეთეს ამ მაკიაჟს, ხო? ნუ ტელევიზიაში, ნუ მაინც უკვე ვიცი ყველა ტელევიზიის ვიზაჟისტი, ვინ როგორ აკეთებს და აქედან გამომდინარე ვიცი, როდის მე უნდა გავიკეთო. ჩვენებზე რა სიტყვი? მაგარია. ძალიან. ნამდვილად. ეხლა ამ ზოლის გატარება შენ თვითონ შეგიძლია იგივე ლაინერი? კი, რა თქმა უნდა. ძალიან მარტივად? არ იქნება ტალღოვანი და გადასული. არა. და უცებ მიკანკალებ და აი გამდის სადღაც. კი, ეკეთებ თუ ლაინერით? ლაინერით. ფანქრითაც ვიკეთებ, მაგრამ ლაინერით შეგიძლია რომ გვასწავლო ეს ყველაფერი. აქვე? ხო, აქვე. სად არის რამე ლაინერი? აი მოიცა ეხლა ყველაფერი. აი მე მგონი გამარჯვებული ციკვეთები რაღაცაში. რას არ ინახავს? აი მოიცადე. მოგიმზადე. ეხლა მოგიტან მაგაში აი ლაინერი. ხო უნდა მოიშორო. ხო. მოიცადე, აქ გავიკეთო? იქ და შენ ადგილას დაჯექი მე მოგიტან ბევრი დრო დაგჭირდა რომ გესწავლა რომ ეს ზოლი ესე ლამაზად. კი, ნუ თავიდან, სულ თავიდან. იყვედებს ეკო. აი მანდებს. აი ეგა. თავიდან მაკაშა ვერდაშვილი მიკეთებდა სულ ისა ვიზაჟს და დავაკვირდი როგორ აკეთებდა და მე თვითონ მე მგონი ვისწავლე. არა, როგორც ამბობენ, ნასწავლი აქვს. მაშასე ესე იგი თვალის ხაზი ლაინერი ეგრეთ წოდებული ნინი ბადურაშვილისგან რომელსაც ის ხშირად იკეთებს სულ აქვს და იცით რა არის? აი ძალიან მარტივია, მინდა გითხრათ, ეს ლაინერია, რომელიც გავს პასტას, აი ნახეთ. და ხო, ანუ აი ესეთი სველი თხევადი წვერით. ხო. ფუნჯითაც ასე მარტივად გამოგდეს? ფუნჯის ლაინერი როა? ფუნჯით არა. არა, ხო? ნუ ესე კარგად არ გამომდის. ფუნჯით მაინც უფრო პროფესიონალები ხატავენ. უფრო რთული იქნება, მე მგონი ცალი ხელით. ხო, თუ შეიძლება, მაგრამ ჯერ მოვიშორებ ამას და აი ანასტასია, მოდი შედაუჭერ გვერდზე უზიხარ თუ გინდა დაეხმარე დას. ხო, დამიჭირე. იმიტომ რომ შეხო გაიმარჯვე სამზარეულოში, ხა ნინი რამეში გაიმარჯვე? დავასაჭირე მოიგეთ და მე რა დავაშა. აი ესე იგი მოვიშოროთ ბოლომდე. მე ეხა თლიანად მისვია, თვალზე მისვია, მაგრამ ისე ზოგადად მე თვითონ ვიკეთებ ბოლო კუთხიდან, მხოლოდ ბოლო კუთხეში ვაკეთებ. სახელიდან არ გადიხარ ისე თუ არ გაიკეთე ეს თუ? ლაინერი ყოველდღე ნამდვილად არ მისვია, ტუშით, მარტო მხოლოდ ტუში. და ნუ თუ ვიცი რომ თქვა სადმე ისეთ ადგილას აღმოვჩდებიან, ნუ გადაღებაზე რა თქმა უნდა, მაინც ლაინერი. ანუ ნინი მარტივია შენთვის ვიზაჟის გაკეთება, ხო? კი. თან დროთა განმავლობაში როდესაც არ სულ სცენაზე დგახარ სულ რაღაც გადაღებებია, მე უკვე შენ თვითონაც სწავლობ. ერთი თმის გაკეთება ვერ ვისწავლე რა, ძალიან ძალიან გიხდება. ციციბურას მოხარშვაც არ გისწავლე, იმიტომ რომ გამიგია რომ ძალიან გიყვარს. ციციბურა მართლა კაი გამომდის ერთად. რაც ის ძალიან ბევრჯამ. ძალიან, მაგრამ ციციბურა აღმოვაჩინე რომ ასუქებს მე. ეს როგორ? არასოდეს არ ყოფილ ხარ გასუქებული და. არა, მასუქებს იმიტომ რომ ნახშირწყალია და მე ნახშირწყლები მასუქებს. ანუ ეს ხო სისხლის პირველი მიხედვით. მესამე მე მგონი. დადიეთი? პირველი ასუქებს. და საერთოდ მე ვფიქრობ რომ არ აქვს არანაირი საერთო საჭმელს და სისხლის ჯგუფს, მაგრამ მოდი მაყურებელს მაინც ვთქვათ რომ გაითვალისწინეთ. შეიძლება თქვენი ძალიან ყველა არ ფიქრობ. კი, ზოგადი დახასი არ არა, ენდოკრინოლოგები, დიეტოლოგები ამბობენ რომ ნუ დაიციკლებითო, მაგრამ ამბობენ რომ პირველი ჯგუფი არის მონადირე და მას ყველაზე მეტად ერგება ხორცი, ცილა. რეზუს არ აქვს მნიშვნელობა, ანუ მეძამოდია და მას უყვარს ნახშირწყლები და რაც მიწაზე ამოდის. ამბობენ, მაგრამ ეს ძალიან ზოგადია, მაგრამ ამას ეწინააღმდეგება. ხო. ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები, ნუ დაგვიჯერებთ ბოლომდე. მაინც ეგეთ ესე იგი ლაინერი. როდესაც გადაწყვეტ რომ დაждდე დიეტაზე თუ კი ემხრობით ამ სისხლის ჯგუფებს, უბრალოდ გაიგეთ რომ სისხლის ჯგუფი გაქვთ. ცოტა მეცადე? აი ესე დამიჯერე. აჰა, სამივე და რაღაცაში წარჩინებული. 2 და 3 და გაკეთებული. ესე იგი, საიდან იწყებ? აი, ბოლო კუთხი, ხო, ნუ შუიდან. შუიდან და გაგაკ ბოლოში, ხო? გამაქ აი ეს. მე პირიქით ვაკეთებ, იცი? უკნი დავიწყებ და ესე შემომაგ შიგნით. ხო, არა მე. ყველას თავისი მეთოდი აქვს. ხო. დედა რა ოსტატურად გაიყვანა, ყოჩახ. ოჩახ და მე ჩდილებსაც შენით იკეთებ ხოლმე. იცი რა, აი ძალიან ხშირად მაყურებელს მინდა ნინი ბადურაშვილი თუ ეხა თქვა სატელევიზიო ისეთი დიდი მაკიაჟი არ აქვს და უბრალოდ წვეულებებზე ხედავთ, ფოტოებს ხედავთ სოციალურ ქსელში ნინისას და აქვს ესე ლამაზად დახატული თვალები, ყოველთვის თვითონ იხატება. აი ხო, ცოტა სქელი გამომივიდა, ეს შეიძლება მე ყურის ჩხირით გაათხელოთ და გამოვა უფრო ლამაზად. ასე გიხდება პრინციპი. ეხა ექსტრემალურ სიტუაციაში აკეთებ. ხო, ანუ ხელის ისე აქვს. ზარკემა იწრობა. თუმცა ძალიან კარგია, არ გამოვიდა სქელით. ჩდილიც უნდა გავიკეთო? რა ვიცი, თუ გაიკეთებ, თუ იკეთებ,
ამაში გჭირდება, არ ვიცი, ალბათ ორივე თვალში სადღაც 3 წუთამდე დაგჭირდება მაქსიმუმ. მაქსიმუმ. ისიც მაქსიმუმ, ხედავთ. თქვენ თვითონ თუ უცებ ისწავლით. ქეთო, შენ იკეთებ მაკიაჟს. იშვიათად. სადმე რომ მივიდივარ, ესე ძალიან გამოსაფრენჭად მაგ შენ. არ გიყვარს? შენ თვითონ თუ მიმართავ იმას? რაღაც გონი არა, მე თვითონ ნუ ესე ეკას ნასწავლი მითი ეკა ხო სულ ძალიან ოსტატი არის მაგ ამბავში. ან სულ ფორმაშია? ხო, ნუ თავს ძალიან და სულ არ დაჟე ვეუნები რომ მაღაზიაში რომ ჩადით ის აი რამე ისე პულს აყიდოთ, მაშინაც მაკიაჟი ჩადის. ეკას ყველა ისოს მთელი საქართველო და ვერ გამოჩდება ეხა რაღაცა ისეთ ხო, მაგრამ არიან ცნობილი სახეები, რომლებიც დადიან ჭირთი ხალათით. მაკიაჟოთ უნდა იყოს. ისინი ესეთვლიან, ეკა ესეთვლის. ჩვენ მივესალმებით ეკას აზრს. ეკას ისე რამდენი რჩევა აქვს, იმიტომ რომ თითოეულ გოგოს უნდა მისცეს განსაკუთრებული რჩევა, ხო? მე მგონი აი მე მართლა. ხო და არ დამთავროთ ანასტასიუსა, ქეთომ რაღაც მითხრაო ეკამო. ხო და ეკას ნასწავლი მაკიაჟი თუ მივდივარ სადმე ეკათა სულ მეჩხუბება რომ სულ მარგიტო რომ ალბათ ეხაც რაღაც ესე ძალიან რომ ვცდილობ რომ თავს მოვა რომ ეკას დამსახურება იმიტომ რომ სულ მეჩხუბება სულ მაგას მეჩხუბება რომ გოები და თქვენ სახლი უნდა გახვიდეთ ყველაზე მოწესრიგებულები და აი არ უყვარს აი სპორტული და რაღაც აი სულ შეკრული აი სულ მეუნება რომ რა არის მარანაირად გაქვს შეკრული და ანასტასია შენ ხამდენი ჩვენებები სულ გამოდიოდი რა ვიცი ბავშვი რამდენი წელი. შენ მაკიაჟთა როგორ ხარ? შენ თვითონ იკეთებ? ხო და კი ვიკეთებ მე თვითონ, მაგრამ ყოველდღე ვცდილობ რომ ძიმე მაკიაჟი არ გავიკეთო და ანუ ბაზით გასახედავ ხო და თუ სადმე მივდივარ მაგ შემთხვევაში რუმიანა ტუში. ხო, გასაგებია. აი შევხედოთ ამასობაში გაიკეთა. ძალიან ლამაზად გაიკეთა მან მაკიაჟი. იდენტურად შემიძლია ვთქვა. ხო, ეხა აქ კარგად არ ჩანს. აქეთა თვალთან თავის გაკეთებული არ არის, საერთოდ ვიზაჟისტის არის და ზუსტად ესევე დაახმარა. აი ოდნავ ეხა მეც უყურებ. კარგია, კარგი. ქეთო, შენ რასაპირებ მომავალში? პოდიუმი დაიპყრო, სცენა დაიპყრო, შენ რას გეგმა? სულ ვიძახი და ალბათ უკვე მართლა ყველა მითის რომ ბიზნესი მინდა ძალიან. ესე იგი ნახე შენ შოუ თუ ისე ბიზნესი. შოუ მოვაშოროთ ბიზნესი ხა. და რა კონკრეტულად იცი რა? ეხა ესე ზუსტად არ მაგადაწყვეტილი, მაგრამ ნუ მენეჯმენტი მინდა ჯერჯერობით. ძალიან კაი. გამოადგა ქეთო ოჯახს. ესე იგი საერთოდ მე ვფიქრობ რომ არ აქვს არანაირი საერთო საჭმელს და სისხლის ჯგუფს, მაგრამ მოდი მაყურებელს მაინც ვთქვათ რომ გაითვალისწინეთ. შეიძლება თქვენი ძალიან ყველა არ ფიქრობ. კი, ზოგადი დახასი არ არა, ენდოკრინოლოგები, დიეტოლოგები ამბობენ რომ ნუ დაიციკლებითო, მაგრამ ამბობენ რომ პირველი ჯგუფი არის მონადირე და მას ყველაზე მეტად ერგება ხორცი, ცილა. რეზუს არ აქვს მნიშვნელობა, ანუ ჩამოდია და მას უყვარს დახშირწყლები და რაც მიწაზე ამოდის. ამბობენ, მაგრამ ეს ძალიან ზოგადია, მაგრამ ამას ეწინააღმდეგება. ხო. ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები, ნუ დაგვიჯერებთ ბოლომდე. მაინც ეკეთეთ, ესე იგი ლაინერი. როდესაც გადაწყვეტ რომ დაждდეთ დიეტაზე, თუ კი ემხრობით ამ სისხლის ჯგუფებს, უბრალოდ გაიგეთ რომ სისხლის ჯგუფი გაქვთ. ცოტა მეცადე? აი ესე დამიჯერე. აჰა, სამივე და რაღაცაში წარჩინებული. 2 და 3 და გაკეთებული. ესე იგი, საიდან იწყებ? აი, ბოლო კუთხი, ხო, ნუ შუიდან. შუიდან და გაგაკ ბოლოში, ხო? გამაქა ეს. მე პირიქით ვაკეთებ, იცი? უკნი დავიწყებ და ესე შემომაგ შიგნით. ხო, არა მე. ყველას თავისი მეთოდი აქვს. და მე რა დავაშავ. აი ეს ესე იგი მოვიშოროთ ბოლომდე. მე ეხა თლიანად მისვია, თლიანად თვალზე მისვია, მაგრამ ისე ზოგადად მეც რო ვიკეთებ ბოლო კუთხიდან, მხოლოდ ბოლო კუთხეში ვაკეთებ. სახლიდან არ გადიხარ, ისე თუ არ გაიკეთე ეს? ლაინერი ყოველდღე ნამდვილად არ მისვია, ტუშით, მარტო მხოლოდ ტუში. და ნუ თუ ვიცი რომ თქვა სადმე ისეთ ადგილას აღმოუჩდები ან ნუ გადაღებაზე რა თქმა უნდა მაინც ლაინერი. ანუ მინი მარტივია შენთვის ვიზაჟის გაკეთება, ხო? კი. თან დროთა განმავლობაში, როდესაც არ სულ სცენაზე დგახარ, სულ რაღაც გადაღებებია, მე უკვე შენ თვითონაც სწავლობ. ერთი თმის გაკეთება ვერ ვისწავლე რა, ძალიან ძალიან გიხდება. ციციბურას მოხარშვაც არ გისწავლე, იმიტომ რომ გამიგია რომ ძალიან გიყვარს. ციციბურა მართლა კაი გამომდის ერთად. რაც იცის ძალიან ბევრჯამ. ძალიან, მაგრამ ციციბურა აღმოაჩინე რომ ასუქებს მე. ეს როგორ არასოდეს არ ყოფილიყარ გასუქებული და. არა, მასუქებს იმიტომ რომ ნახშირწყალია და მე ნახშირწყლები მასუქებს. ანუ ეს ხო სისხლის პირველი მიხედვარ. მესამე მე მგონი. დადიაჩი? პირველი ასუქებს. და ვიკეთო? იქ და შენ ადგილას დაჯექი მე მოგიტან. ბევრი დრო დაგჭირდა რომ გესწავლა რომ ეს ზოლი ესე ლამაზად. კი, ნუ თავიდან, სუსუ თავიდან. იყვედე შეკო. აი მანდ. აი ეგა. თავიდან მაკაშა ვერდაშვილი მიკეთებდა სულ ისა ვიზაჟს და დავაკვირდი როგორ აკეთებდა და მე თვითონ მე მგონი ვისწავლე. არა, როგორც ამბობენ, ნასწავლი აქვს. მაშასე
ესე იგი თვალის ხაზი ლაინერი ეგრეთ წოდებული ნინი ბადურაშვილისგან რომელსაც ის ხშირად იკეთებს სულ აქვს და იცით რა არის აი ძალიან მარტივია მინდა გითხრათ ეს ლაინერი რომელიც გავს პასტას აი ნახეთ და ხო ანუ აი ესეთი სველი თხევადი წვერით ხო ფუნჯითაც ასე მარტივად გამოგდეს ფუნჯის ლაინერი როა ფუნჯით არა ხო ნუ ესე კარგად არ გამომდის ფუნჯით მაინც უფრო პროფესიონალები ხატავენ უფრო რთული იქნება მე მგონი ცალი ხელით ხო თუ შეიძლება მაგრამ ჯერ მოვიშორებ ამას და აი ანასტასია მოდი შედავჭერ გვერდზე უზიხარ თუ გინდა დაეხმარეთ დას ხო დამიჭირე ინტერში ხო გაიმარჯვე სამზარეულოში ხო ნინი რამეში გაიმარჯვე დავასაჭერ მოიგეთ დედა რა ოსტატურად გაიყვანა ყოჩახ ოჩახ და მე ჩდილებსაც შენი თიკეთებ ხოლმე. იცი რა, აი ძალიან ხშირად მაყურებს ნინი ბადურაშვილი თუ ეხა თქვა სატელევიზიო ისეთი დიდი მაკიაჟი არ აქვს და უბრალოდ წვეულებებზე ხედავთ, ფოტოებს ხედავთ სოციალურ ქსელში ნინისაც და აქვს ესე ლამაზად დახატული თვალები ყოველთვის თვითონ იხატება. აი ხო ცოტა სქელი გამომივიდა ეს შეიძლება მე ყურის ჭხირით გაათხელოთ და გამოვა უფრო ლამაზად. ასე გიხდება პრინციპი. ეხა ექსტრემალურ სიტუაციაში აკეთებ და ხო ანუ ხელიც ისი აქვს. ზარკემაინც როცა ძალიან კარგი არ გამოვიდა სქელით ჭდილიც რო გავიკეთო? არის თუ იკეთებ ამაში გჭირდება არ ვიცი ალბათ ორივე თვალში სადღაც 3 წუთამდე დაგჭირდება მაქსიმუმ ისიც მაქსიმუმ ხედავთ თქვენ თვითონ თუ უცებ ისწავლით ქეთო შენ იკეთებ მაკიაჟს იშვიათად სადმე რომ მივიდივარ ესე ძალიან გამოსაპრანჭად მაგ შენ არ გიყვარს შენ თვითონ თუ მიმართავ იმას რაღაც განიარა არა მე თვითონ ნუ ესე ეკას მასწავლი მითი ეკა და გამორჩეულად ყოველთვის ესე იგი ნუ რაღაცა მაკიაჟი ვარცხნილობა თვალები აქვს ყოველთვის ძალიან გამორჩეულად ლამაზად დახატული და თან ყოველთვის თითქმის ყოველთვის თვითონ იკეთეს ამ მაკიაჟს ხო? ნუ ტელევიზიაში ნუ მაინც უკვე ვიცი ყველა ტელევიზიის ვიზაჟისტი ვი როგორ აკეთებს და აქედან გამომდინარე ვიცი როდის მე უნდა გავიკეთო ჩვენებზე რა სიტყვი მაგარია ძალიან ნამდვილად ეხა ამ ზოლის გატარება შენ თვითონ შეგიძლია იგივე ლაინერი კი რა თქმა უნდა ძალიან მარტივად არ იქნება ტალღოვანი და გადასული არა და უცებ მიკანკალებ და აი გამდის სადღაც კი ფანქრით ეკეთებ თუ ლაინერით ლაინერით ფანქრითაც ვიკეთებ მაგრამ ლაინერით შეგიძლია რომ გვასწავლო ეს ყველაფერი აქვე ხო აქვე სად არის რამე ლაინერი აი მოიცა ეხლა ყველაფერს აი მე მგონი გამარჯვებული ციკვეთები რაღაცაში რას არ ინახავს აი მოიცა მოგიმზადე ეხლა მოგიტან აი ლაინერი ხო უნდა მოიშორო ხო მოიცადე აქ